მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს ძნელი გზა დამოუკიდებლობისაკენ. დღეს მესამე ხვდებით ჩვენ ერთმანეთს. მეორე გადაცემა შევწყვიტეთ იქ, როდესაც საუბრობდით 1905 წლის რევოლუციაზე, მის დამღუპელ გავლენაზე, ქართულ საზოგადოებაზე, იმ გამოუსწორებელ ზიანზე, რომელიც რევოლუციამ მიაყენა ჩვენ სამშობლოს. ეს იყო ისეთი მოვლენა, რომლის ბოლომდე დაძლევა საზოგადოებამ ვერ შეძლო, იმიტომ რომ მარტო საზოგადოებაზე არ იყო ყველაფერი დამოკიდებული. ბევრი რამ ხელისუფლებაზე იყო დამოკიდებული. რუსეთის იმპერიის ცენტრალურ ხელისუფლებაზე, კავკასიის სამეფის ნაცვლოს ადმინისტრაციაზე, ცალკეული გუბერნიების ხელისუფლებაზე. ჩამოთვლილი ორგანოები კი არაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ის მიყენებული ჭრილობები, რომელიც საზოგადოებას დარჩა 1905 წლის რევოლუციიდან, როგორმე სწრაფად მოშუშებულიყო. რაღაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ საზოგადოების ის მდგომარეობა, რომელიც დატოვა რევოლუციამ, ხელსაც აძლევდა ხელისუფლებას. პირველ რიგში აქ გასათვალისწინებელი იყო ის, რომ ჩვენ მივიღეთ გათითოკაცებული საზოგადოება. ერთიანი საზოგადოებრივი აზრი აღარ იყო. თქვენ წარმოიდგინეთ 1905 წლის რევოლუციის წლებში უფრო იყო ერთიანი საზოგადოებრივი აზრი. შემდეგ რეპრესიულმა ღონისძიებებმა და ბოლო სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებამ საზოგადოება საბოლოოდ დათიშა. ხელისუფლებამ ვერ შეძლო იმ უარყოფითი მოვლენების აღკვეთა, რომელიც დატოვა რევოლუციამ. ჩვენ წინა გადაცემაში ვთქვით, რომ თბილისის გუბერნიის, დუშეთისა და თბილისის მაზრები იქცა ერთიან კრიმინოგენულ რეგიონად, რომელიც ვერანაირად ვერ მოსპეს. ცალკეული სადამსჯელო ექსპედიციები ამას არ შველოდა, ვთქვათ, შეძლებდა ხელისუფლება 2-3 კრიმინალის ლიკვიდაციას, რამდენიმეს დააკავებდა და ყველაფერი ამით მთავრდებოდა, მაგრამ ეს საქმეს არ შველოდა. როდესაც 100 და 200 კრიმინალი დათარეშობდა აი ამ ორი მაზრის ტერიტორიაზე. მე ისიც მოგახსენეთ, რომ დუშეთის მაზრის ტყეებში თავი შეაფარეს ყოფილმა წითელ რაზმელებმა. დიდი იდეურობით ეს რევოლუციონერების მიერ შექმნილი წითელი რაზმები არც თავის დროზე გამოირჩეოდნენ. რევოლუცია რო დამარცხდა, მის შემდეგ კი ისინი უბრალოდ იქცნენ შარაგზის ყაჩაღებად, თავის რჩენის საშუალებად გაიხადეს თავიანთი პროფესია. თავს უწოდებდნენ წითელ რაზმელებს, ჩვეულებრივ კი კრიმინალები იყვნენ. თბილისში, ვერძისის დასახლებაში, თბილისის გუბერნატორმა, თბილისის ოხრანკის უფროსმა, თბილისის პოლიცმაისტერმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ყაჩაღთა ბანდა აკაფარებდა თავს
აქ მიმდინარეობდა ნაკურდალის გადანაწილება და ასე შემდეგ, მაგრამ ვერავითარ ღონისძიებას ვერ ატარებდნენ. კიდევ იყო ორი რეგიონი, ერთი სოფელ კუკის მიმდებარედ მლაშე ტბების რაიონი. აქაც უამრავი კრიმინალი აფარებდა თავს და დღევანდელი თბილისის ზღვის ადგილზე არსებობდა რამდენიმე მლაშე ტბა. აქ კიდევ უფრო წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა იყო ყაჩაღებისა თავმოყრილი. აი აქ კუკიის ტბასთან და დღევანდელი თბილისის ზღვის რაიონში წყემსები გამოიზამთრებდნენ ხოლმე. აქ ბინები იყო, რამდენიმე ათეული ბინა არსებობდა, სადაც ჩვეულებრივ მეცხვარეები ცხოვრობდნენ, მაგრამ იქ ვიაფარებდნენ თავს ყაჩაღებიც, უფრო მეტიც გატაცებული ადამიანები მოჰყავდათ აქ და გამოსასყიდის მოლოდინში აქ რომელიმე ბინაში ჰყავდათ ისინი ფაქტიურად ჩაკეტილი. თუ არ მიიღებდნენ გამოსასყიდს, მერე შეიძლება ისინი დაეხოცათ კიდეც. ილიას წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილენი, ვინც ილია ჭავჭავაძის ეტლს წინ გადაუდგა 1907 წლის 30 აგვისტოს წიწამურიდან საგურას მოსაგენ მიმავალს, ერთ-ერთი პავლე ფშავლიშვილი აფციური, როცა ხელისუფლებას ემალებოდა, ციხიდან გაქცეული სწორედ აქ აფარებდა თავს. საერთოდ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ საზოგადოებამ თითქოს მორალური ღირებულებები დაკარგა. აი ერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, ეს მაგალითი საყოველთაო ცნობილია და უფრო ადვილად აღსაქმელი, ამიტომ ილია ჭავჭავაძეზე თავდასხმები 1905 წლის გაზაფხულიდან დაიწყო ფილიპე მახარაძის ჟურნალმა მოგზაურმა და შემდეგ გაგრძელდა. ქართველ საზოგადოებაში არ აღმოჩნდა მოღვაწეთა ჯგუფი, რომ გამოსულიყო და ილია ჭავჭავაძე დაეცვა. რაშია საქმე? ჩვეულებრივ ამბობენ, საზოგადოება დაშინებული იყო, ისინი ვინც ილია ჭავჭავაძეს ებრძოდნენ, მზად იყვნენ იმისათვის, რომ ილიას დამცველების წინააღმდეგაც ემოქმედათ. მაგრამ ეს ხომ ილია ჭავჭავაძე იყო და არა ჩვეულებრივი მოღვაწე. აქ ლაპარაკი არ არის ერთი-ორი ადამიანის მიერ პრესაში გამოქვეყნებულ მასალაზე ილიას დასაცავად. აქ უნდა შეკრებილიყო საზოგადოება მისი საუკეთესო წარმომადგენლების სახით 10-15-20 ადამიანი, ხელისუფლებასთანაც ჰქონოდათ კონტაქტი და გაერკვიათ, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ილიას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, ვინც ილიას ცილს წამებდა. ბოლოს და ბოლოს ეს დაუსჯელი ხო არ უნდა დარჩენილიყო, არა, ასეთ რაიმეს ჩვენ ვერ ვხედავთ. უფრო მეტიც ილია ჭავჭავაძის გზის უარყოფა, მისი ნააზრევისა და ნაღვაწის უარყოფა მისი მკვლელობის შემდეგაც გაგრძელდა. ერთადერთი იაკობ გოგებაშვილმა აიმაღლა ხმა და დაწერა ძალიან კარგი სტატია ილიას მეორედ მოკლის მცდელობა, ის ყველაფერს ამას უწოდებდა ილიას მეორედ მოკლის მცდელობას. ილიას უკვდავ საყოფად ჩაიფიქრა რაღაცა ღონისძიებები საზოგადოებამ და
ვიღაცები ხელს უშლიდნენ ამას. როდესაც არჩილ ჯორჯაძე ქართულ საზოგადოებაში შექმნილ განწყობილებას აფასებდა, მას ჰქონდა ამის უფლება, რომ შეეფასებინა მთლიანობაში ქართული საზოგადოება, ამ საზოგადოებას უწოდა ავადმყოფი საზოგადოება. ეს ავადმყოფობა საზოგადოებას ეტყობა წინა წლებში შეეყარა ოღონდ 1905 წლის რევოლუციამ, იგი გამოამჟღავნა და საცნაური გახადა უბრალოდ. ყველამ კარგად იცის რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ არ არსებობს მაორგანიზებელი ძალა, რომ აი ამ საქმის კეთება დაიწყოს. ცალ-ცალკე ყველაფერი კარგად იცის. აქ არ არის მარტო ილია ჭავჭავაძის დევნაზე, შევიწროვებაზე, ბოლოს და ბოლოს მის მკვლელობაზე საუბარი. საერთოდ საზოგადოებას რეაქცია არ ქონდა მთელი რიგი მოვლენების გამო, როდესაც მსგავსი მოვლენები რეაქციის გარეშე არ რჩებოდა მე-19 საუკუნეში. ქართული პრესა არ დუმდა ამის შესახებ. ეხლა კი რაღაც ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ხმის ამომღები არავინ არ არის. აი ასეთ ვითარებაში, როდესაც საზოგადოება ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, როდესაც საზოგადოებამ დაჰკარგა წინამძღოლი, დაჰკარგა მოღვაწეთა ჯგუფი, მცირე ჯგუფიც კი, რომელიც ამ კრიზისიდან გამოიყვანდა საზოგადოებას, ხდება დიდი ტრაგედია. 1907 წლის 30 აგვისტოს მოკლეს ილია ჭავჭავაძე. არსებობს საკმაოდ მოზრდილი კრებული ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და დასაფლავების შესახებ. 1907 წელს გამოიცა, მერე საბჭოთა ხელისუფლების პირობებშიც მისი მეორე გამოცემა გამოვიდა. აი ამ კრებულის გამოცემა იმით არის დღეს საყურადღებო, რომ იქიდან ჩანს, როგორ აფასებდა ქართველი საზოგადოება ილია ჭავჭავაძეს. ჩვენ დღეს ვამბობთ და კარგი ხანია ეს აზრი დამკვიდრდა საქართველოში, რომ ილია ჭავჭავაძე იყო ერისულიერი მამა და უგვირგვინო მეფე. თქვათ ამას ვერ იტყოდა მაშინდელი ქართველობა, ეს შეეძლო ეთქვა აკაკი წერეთელს, ვაჟა-ფშაველას, მაგრამ საზოგადოების ფართო მასებისათვის ასეთი ცნებები მაშინ თუ შეიძლება ასე ითქვას მიუწვდომელი არ იყო. ეს ძალიან დიდი შეფასება არის, სულიერი მამა და უგვირგვინო მეფე. აი ამ კრებულიდან ჩანს მაგალითად განსაკუთრებით რამდენიმე წერილი და ტელეგრამა არის. დავსტირით საყვარელ მგოსანს. რა ილია ჭავჭავაძე მარტო მგოსანი იყო, მარტო პოეტი იყო. ვინც ამას წერდა, მე ეჭვი არ მეპარება, რომ მას გული ატკინა ილია ჭავჭავაძის მკვლელობა, მაგრამ აქედან ჩანს, რომ მას გააზრებული არ ქონდა ვინ იყო ქართველი ერისათვის ილია ჭავჭავაძე. რა ილია ჭავჭავაძე მარტო დიდი პროზაიკოსი იყო?
ილია ჭავჭავაძე მარტო ბანკირი იყო ან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე იყო აი ამ კრებულიდან კარგად ჩანს რომ ვინ იყო ილია საქართველოსათვის მაშინდელ საზოგადოებას გააზრებული არ ხონია და მე სულაც არ მიყვირს რომ ილიას მათ ვინც ილიას სახელის ლაფში ამოსვრა მოისურვა და დაიწყო ამისათვის მოქმედება საკადრისი პასუხი ვერ გასცა საზოგადოებამ ღმერთნუ ეკნა რომ არ ყოფილიყო ადამიანები ჯგუფი რომელსაც ილიას დამსახურება ქართველი ერის წინაშე კარგად ესმოდა მაგრამ არ ისმოდა მათი ხმა არ ჩანდა მათი ნამოქმედარი გადიოდა წლები ილიას ასაკი ემატებოდა ბოლო წლებში კვლელობამდე რამდენიმე წლით ადრე ის სერიოზული ავადმყოფობა დაუდგინდა მას ადამიანი ამთავრებს თავის მოღვაწეობას ამხელა მოღვაწე ფიზიკურად დაიღალა უკვე თუმცა მზად იყო კიდე ბრძოლა გაეგრძელებინა ამაზე მეტყველებს ის რომ გარკვეული მერყეობის შემდეგ მისი უაღრესად შერყეული ჯანმრთელობის პირობებშიც კი ილია ჭავჭავაძე 1906 წელს დათანხმდა და სახელმწიფო საბჭოს წევრობაზე იყარა კენჭი და აქ ბრწყინვალედ გაიმარჯვა არჩევნებში ესე იგი მას უკვე აღარ აფიქრებდა ის რომ მისი ჯანმრთელობა ზიდავდა თუ არა ამხელა ტვირთს მას ერთი რამ აინტერესებდა რომ სანამ შეეძლო სანამ ხორციელი და სულიერი ძალები ეყოფოდა ქართველი ერის მსახური ყოფილიყო აი ეს ვერ დაინახა ქართველმა საზოგადოებამ ეხლა თქვათ საბჭოთა ხელისუფლების წლებში 1921 წლიდან ამის გააზრებას ხელს უშლიდა საბჭოთა წყობილება ქართველი ბოლშევიკები და გასაგებია როცა ილია ჭავჭავაძის დაწარმოებები სასკოლო პროგრამებიდან ამოიღეს რომ ეს ძალიან აფერხებდა ილია ჭავჭავაძის ღვაწლის გააზრებას მაგრამ ეხლა ტყუილა თუ ცოდვას ჩავიდენ და დავაბრალებთ იმდროინდელ ხელისუფლებას 1905-6-7 წლებში და შემდეგ ილიას მკვლელობის შემდეგაც ხელისუფლება არაფერს არ აკეთებდა იმისათვის რომ ქართველ ერს მისი სულიერი მამის და უგვირგვინო ბეფის როლი გაეაზრებინა ეს არ შედიოდა რუსეთის იმპერიის გეგმებში აქ ქართველი საზოგადოება იყო დამნაშავე ისევე როგორც 1921 წლიდან ილიას გმობის ახალი ეტაპი რო დაიწყო იქ ჩვენ ქართველ საზოგადოებას ვერ დავადანაშაულებთ იქ ხელისუფლებამ აიღო თავის ხელში ილიას გმობის მთელი პოლიტიკა და წარმატებით ახორციელებდა ამას კიდეც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მოკლეს ილია ჭავჭავაძე დაიწყო მკვლელობის საქმის გამოძიება ეხლა საქართველოში უამრავი განათლებული ადამიანია რომელიც არ შეიძლება არ მიმხვდარიყო იმას რომ გამოძიება სწორი გზით არ მიდიოდა აქ-იქ ამის შესახებ პრესაშიაც გამოყრთა ცნობები მაგრამ შედეგი არაფერი ხმა ვერავინ ვერ ამოიღო ხელისუფლება კავკასიის სამეფის ნაცვლოს ხელისუფლება თბილისის გუბერნიის ხელისუფლება
გუბერნატორი და მისდამი დაქვემდებარებული სამსახურები საზოგადოების ამ განწყობილებით კარგად სარგებლობდნენ. მათ შესანიშნავი ანალიტიკოსები ჰყავდათ. ეხლა ყველასათვის ცნობილი იყო ილიას სიცოცხლის ბოლო თვეებში მიდიოდა უამრავი წერილი, სადაც მას მოკლით ემუქრებოდნენ. და ახლა არავინ არ დაიჯერებს იმას, რომ ეს იცოდა მთელმა სოფელმა საგურამომ და არ იცოდა თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველომ და თბილისის ოხრანკამ. ეს ყოვლად წარმოუდგენელია. ხელისუფლებას არ უცდია გაერკვია ვინ იყო ამ წერილების ავტორი. საიდან მოდიოდა ეს წერილები, ხო? როცა ადამიანები ერთმანეთს შორის ლაპარაკობდნენ ამის თაობაზე. აი, ერთ კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან. საგურამოში ილიას მამულში ილიას სახლში ერთი მოსამსახურე იყო, რომელმაც ჩვენება მიცა მერე გამოძიებას, რომ მე რომ თბილისიდან საგურამოში წამოვედი აქო, სამსახური როცა იშოვა, მითხრე, სად მიდიხარ, თხილად იყავი, თავადი მალე უნდა მოკლან და შენც არაფერი შეგემთხვესო. გამოძიება არ დაინტერესებულა და ამ ჩვენების მიმცემისათვის არ უკითხია, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც შენ ეს გითხრა. ილიას მეეტლებ თედო ლაბაურმა ჩვენება რომ შესცვალა, პატარა შესავალი წაუმძღვარა წინ, ადრე არ გითხარით სიმართლე, ახლა გეუბნებითო, ადრე იმიტომ არ გითხარით, რომ ოჯახის განადგურებით მემუქრებოდენო, მას თვითონ ცოლშვილი არ ჰყავდა, მაგრამ ძმები ჰყავდა დაქორწინებული ძმები. ამოგიწყვიტავთ, სახლს გადაგიწვავთო. ვერა ვთქვი სიმართლე, პირველი ჩვენების დროს 1907 წლის 3 სექტემბერს მისცა მან პირველი ჩვენობა. გამომძიებელი არ ეკითხება, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც შენ გაშინებდნენ და ვინც გეუბნებოდნენ, რომ ცრუ ჩვენება მიეციო. ეხლა რატომ მოქმედებდა ასე დაბეჯითებით, ასე თუ შეიძლება ითქვას მშვიდად რატო აყალბებდა ძიების საქმეს ხელისუფლება? იმიტომ რომ საზოგადოებიდან რეაქცია არ იყო. არავინ პროტესტს არ აცხადებდა ამის თაობაზე. ერთადერთი წერილი არსებობს. თბილისის გუბერნატორი წერს თბილისის საოლქო სასამართლოს პროკურორს ტყაჩოვს, რომ ილიას ახლობლებიდან ნათესავები გვაწუხებენო, რომ მკვლელებიო გარეთ დადიანო და რატომ არ არიან დაკავებულიო. ეხლა პრინციპში მკვლელის დაკავება კარგი საქმე იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა? მკვლელობის დამკვეთი ვინ იყო, ამას არავინ არ კითხულობდა. მკვლელები დადიან, ერთი თბილისშიაც გამოჩენილაო და იქნებ მისცეთო პოლიციას მითითება, რომ ეს მკვლელები დააკავონ და სამართალში მისცენო. შედეგი კი მას არაფერი ჰქონდა. ესე იგი, ხელისუფლება არის რა მდგომარეობაში. საერთოდ არ აინტერესებს რა ხდება ქვეყანაში. ახლა მე ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მაგალითი იმიტომ მოვიტანე, რომ ეს საყოველთაო ცნობილი ფაქტებია, აქ ახალს მე არაფერს არ ვამბობ. საერთოდ ასეთი განწყობილება იყო ყველაფრის მიმართ. ხელისუფლება თითქოს დაიღალა, დაშინებულია თითქოს და თითქოს კი არა დაშინებული იყო. ჩათვალეს ასე, რომ ითარეშონ ბანდებმა კუკის მლაშე-ტბების რაიონში, დღევანდელი თბილისის ზღვის მლაშე-ტბების რაიონში იცხოვრონ იქ აგრეთვე თვითონ ქალაქ თბილისის ცენტრთან სულ ახლოს
ვეძისის დასახლებაში თითქოს ეს მათი საქმე არ იყო მიმოწერა კი არსებობდა მიმოწერა იმიტომ რომ ვიღაც რომ მოვიდეს და შეამოწმოს რატომ არის ეს კრიმინოგენული სიტუაცია თბილისის მაზრასა და დუშეთის მაზრაში რომ ეს მიმოწერა გადმოუღონ რომ გუბერნატორმა მიწერა პროკურორმა მიწერა თბილისის პოლიცმაისტერს თბილისის პოლიცმაისტერმა მცხეთის ბოქაურს ან დუშეთის მაზრის უფროს მოკლედ ბატონებო და ქალბატონებო აი ამ დოკუმენტს რომ ეცნობი ერთი აზრი მოზდის ადამიანს თავში რა გენიოსი ყოფილა მიკოლა გოგოლი მისი რევიზორის დაწერის პერიოდში რაც იყო რუსეთი იმპერიის ხელისუფლება ის იყო 1905-1907 წლებში და შემდეგ 1917 წლამდე ერთი რამის ეშინიათ რევიზორისა რომ არ მოვიდეს რევიზორი და მათი ნამოღვაწარი ცუდად არ შეაფასონ არავითარი რევიზორი კი მაშინ არ ჩანდა ხელისუფლება განცხრომით იყო დაუდ ევროპამდე მიდიოდა დიდი თანამდებობის პირების მდგომარეობა და ეხლა ამაზე ჩვენ რატომ ვამახვილებთ ყურადღებას იცით ქართული საზოგადოება ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ამ მდგომარეობას კიდე ამძიმებს ართულებს ხელისუფლების გულგრილობა ხელისუფლების უსუსურობა ცენტრალური ხელისუფლების უსუსურობა სამეფის ნაცვლოს ხელისუფლების უსუსურობა და საგუბერნიო ხელისუფლების უსუსურობა და რომ დავამთავროთ ამ თემაზე საუბარი როგორი გულგრილი დამოკიდებულება იყო ყველაფრისადმი მე შეიძლება ბევრი კონკრეტული მაგალითით გადაგღალეთ კიდეც მაგრამ ზოგადად საუბარი არ შეიძლება არადამაჯერებელია აი 1909 წელს დამთავრდა როგორც იქნა ცუდად გაყალბებული სახით ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის გამოძიება და თქვენ წარმოიდგინეთ შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობა რომელიც დაუკვეთა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა და განახორციელეს ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა დაიყვანეს რაზე ვიღაც გლეხებმა ილია მოკლეს გაძარცვის მიზნით საგურამოსაკენ მიმავალი დამით დამთავრდა ყველაფერი იმიტომ რომ გამოძიება ამ გზით წაიყვანეს სულ საერთოდ ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო თავიდან ვერსია იყო რომ ილია მოკლეს მასზე გაბოროტებულმა გლეხებმა მაგრამ ეს ვერ დაამტკიცეს მერე მისცეს მითითება გამოძიებას ყველაზე ადვილია დაამტკიცეთ რომ მოკლეს ძარცვის მიზნით რისთვის რა ფული ექნებოდა ილია ჭავჭავაძეს თბილისიდან საგურამოში მიმავას რაში ჭირდებოდა საგურამოში დიდი რაოდენობით ფულის წაღებას რა ოქროს სათვალე რო წაეღოთ და ისა ქვია ყელსაბამი ილია ჭავჭავაძის მეუღლისა და ტანსაცმელი რო გაეხადათ ილიასათვის და მისი მცველისათვის იაკობ ბითარიშვილისათვის ამისათვის სახელმწიფო საბჭოს წევრს რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის წევრს ვინ აკლავს ხალხო შეთქმულების მონაწილე იყო ახლა თოფი არ უსვრია ილიასათვის მაგრამ მან თავისი დავალება შეასრულა როცა ილიამ დაუძახა გარეკეო ეთლი გააჩერა პირიქით მან თედო ლაბაური გახდათ ეს ერთ-ერთი ჩვენების დროს თედო ლაბაური რაღაცაზე გაბრაზებული მე მგონია უფრო არა გამოძიებაზე
სოციალ-დემოკრატებზე, რომელიც მას გადამვალვას დაპირდნენ, მაგრამ შემდეგ აღარ გადამალეს, გიგოლა ბერბიჭაშვილი გადამალეს ფაქტიურად. თედორ ბაურმა ასეთი რამე თქვა. მე წერა-კითხვის უცოდინარი ვარო, მაგრამ არც ისეთ სულელი ვარო, რომ არ ვიცოდეო. სამხედრო მდგომარეობის რეგიონში, თუშეთის მაზრაზე კი სამხედრო მდგომარეობა ვრცელდებოდა, სახელმწიფო საბჭოს წევრის მკვლელობა ჩამოხრჩობას რო იმსახურებს და ეს განაჩენი რო გარანტირებულია, ვთქვათ, პატიმრობა ხანგრძლივად ან კატორღაში გადასახლება შეღავათიანი განაჩენი იყო. აუცილებლად ჩამოხრჩობა და ის სამი კიდე ჩამოახრჩეს, ვინც მათ ხელში მოხვდათ. ასე რომ მათ კარგად იცოდნენ. მაშინ რატომ მოკლეს ეს, მაგრამ ამაზე ხმა არავინ ამოიღო, ქართველმა საზოგადოებამ ხმა არ ამოიღო ამაზე, რომ რას ქვია ძარცვის მიზნით. რაღაცა ორი კაპიკი რო ეშოვათ, ამიტომ სახრჩობელა რო ელოდათ, ყველამ კარგად იცოდა ეს. მათ შორის თედო ლაბაური ყველაზე გაუნათლებელი ადამიანი იყო. მანაც კითხვა რომ კარგად ვიცოდი რაც გველოდა ჩვენო. გულგრილობის შესახებ მოგახსენებდი. დამთავრდა ილია ჭავჭავაძის საქმის ძიება და გადაეცა სასამართლოს საქმე. მაგრამ სასამართლოს საქმე გადაეცა, მას წინ წერილი უნდა დართოდა და დაურთეს ეს წერილი, რომ საქმე იგზავნება სასამართლოში, ხელს აწერდა თბილისის გუბერნატორი. ეს იყო კანონმდებლობის უხეში დარღვევა. მაგრამ სასამართლო მიიღო საქმე. როგორ სასამართლოს თავმჯდომარემ არ იცოდა, რომ გუბერნატორს ასეთი დიდი საქმის კი არა, უბრალოდ სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში გაგზავნა არ შეეძლო. არ იყო ეს მისი ფუნქცია. ეს პროკურორს უნდა გაეკეთებინა. დამთავრდა სასამართლო მთელი პროცესი, მოწმეების დაკითხვა, ადვოკატების გამოსვლა, 1000 რამე განაჩენი გამოცხადდა და ერთი ჭკვიანი ჩინოვნიკი ადგა და თქვა, ეს ხალხო არ შეიძლება, ეს განაჩენი უკანონოა. სასამართლოში საქმე არ შეიძლება გამოეგზავნა თბილისის გუბერნატორს, ეს პროკურორის პრეროგატივა იყო. უცებ დადრიალდნენ, ტკაჩოვს დააწერინეს მიმართვა პროკურორს, ყველაფერი დაატრიალეს ხელახლა ეს პროცესი. რაც ჩატარდა და განაჩენით დატოვეს, რა თქმა უნდა, იგივე. აი რა დონეზე უსუსური ხელისუფლება, რა დონეზე გულგრილი ხელისუფლება იყო. და ჩვენ საზოგადოებას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო 1905 წლის რევოლუციამ, ასეთი ხელისუფლების პირობებში არანაირი შანსი არ ქონდა იმისა, რომ ამ მძიმე სულიერი კრიზისიდან გამოსულიყო. საზოგადოება რჩებოდა რაღაცა დამბლის მდგომარეობაში. ფაქტიურად არც ერთ მწვავე პრობლემაზე არ რეაგირებდა. და კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. 40 დღე შესრულდა ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან და ზუსტად მე-40 დღეს ერთ-ერთ გაზეთში დაიბეჭდა საშინელი ცილისწამება ილიას მიმართ, ილიას ნაზრევისა და ნაღვაწის განკითხება. ხალხო, ეს იყო გარდაცვალებიდან არა 39 და ან 41 და ან 42 დღეს, მე-40 დღეს განგებ გააკეთეს ეს, კიდევ ერთხელ დაამცირეს ილია ჭავჭავაძე. ასეთი ვითარება არის მთელ საქართველოში.
საზოგადოება ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ხელისუფლება აბსოლუტურად უსუსური და გულგრილი, არაფერზე არ რეაგირებს, რაც ხდება ქვეყანაში, უკანონობა, განუკითხაობა და ფაქტიურად თითქოს რეანიმაცია მოხდა იმისა, რაც იყო მე-19 საუკუნის დამდეგს, როცა საქართველოში იგზავნებოდნენ გაუნათლებელი, უვიცი, უხეში ადამიანები დიდ თანამდებობაზე. მე-20 საუკუნის დამდეგსაც ასეთი რამ ხდებოდა. სადღაც ციმბირიდან და საქართველოდან რამდენიმე 1000 კილომეტრით მოშორებული რეგიონებიდან აგზავნიდნენ აქ მოხელეებს. დუშეთის მაზრის უფროსი იყო ყარამან ფაღავა, რომელმაც მაზრა იცოდა ძალიან კარგად. როცა ის ხელისუფლებამ გადააყენა ურშობისათვის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ძიების საქმესთან დაკავშირებით, შორეული აღმოსავლეთიდან, ამურის ოლქიდან ჩამოიყვანეს სასაზღვრო დაცვის ოფიცერი. რა უნდა გაეკეთებინა მას დუშეთის მაზრაში? ენაც არ იცოდა. აგენტურის ქსელს ის ვერ მართავდა. საერთოდ მაზრის შესახებ არაფერი არ იცოდა. ვინც იცოდა, ის მოაცილეს მაზრას. ნუ აშკარად გახდა, რომ ის ვერ იმუშავებდა, შეცვალეს მერე ისევ რუსით, საიდანღაც გადმოყვანილი ვინმე კალინინით. მერე ისევ შეცვალეს. ისიც, იმიტომ რომ ვერც მან იმუშავა, ალღო ვერ აუღო შექმნილ სიტუაციას. ესე იგი 100 წელი ფაქტიურად ისე გავიდა, რომ ნორმალურ მოხელეს განათლებულ ჭკვიან ადამიანს რუსეთის ცენტრალური ხელისუფლება საქართველოსათვის ვერ იმეტებდა. ქართველის დანიშვნა არ უნდათ, მაგალითად ბაქოს გუბერნატორი ნაკაშიძე შეიძლება ბაქოში ყოფილიყო გუბერნატორი, მაგრამ თბილისში არ შეიძლებოდა. ბათუმის ოლქის უფროსი აუცილებლად რუსი უნდა ყოფილიყო, რომელიც აბსოლუტურად ვერ ერკვეოდა იქ შექმნილ ვითარებაში, მათ შორის რელიგიურ ვითარებაში. ასევე კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იყო ქუთაისის გუბერნიაში. ეს ვითარება გაგრძელდა საკმაოდ დიდ ხანს. მერე ჩვენ შევეხებით შემდეგ გადაცემებში. კარდინალური ცვლილება ვერ მოხდა. ვერც ილია ჭავჭავაძის მკვლელობამ უშველა ამას. ცვლილება ხდება მხოლოდ 1914 წლიდან, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. სამხრეთ კავკასია, მათ შორის ბაქოს გუბერნია, რევნის გუბერნია, თბილისის გუბერნია, ყარსის ოლქი, ბათუმის ოლქი, ქუთაისის ოლქი, გუბერნია ფრონტის პირა რეგიონად იქცა. აქ იყო თავმოყრილი უზარმაზარი ჯარი როგორც რუსეთისა, ისე ოსმალეთისა. პეტერბურგში ახლა კი მოეგენგონს, რომ ძველი კადრებით უკვე ომის დროს აქ რაიმე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იყო. ნელ-ნელა დაიწყო რაღაც გარდაქმნები, მაგრამ ისიც იცით რა სფეროში, რომ ომი წარმატებით დასრულებულიყო, რომ ოსმალეთს არ ესარგებლა აქ შექმნილი ვითარებით და ეს ტერიტორია, ამ ტერიტორიის ოკუპაცია არ მოეხდინა. თვითონ საზოგადოებაც იცვლება, იცი, პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ქართული საზოგადოება
სულ მზად იყო იმისათვის რომ ეზრუნა რეალურად რაღაც გაეკეთებინა ერის სასიკეთოდ, მაგრამ ვიმეორებ აი ეს ვითარება რაზედაც ამდენი ხანია გესაუბრებით, მას ხელს უშლიდა გათითო კაცებული ქართველი საზოგადოება ხელს აძლევდა კავკასიის სამეფის ნაცვლოს ადმინისტრაციასაც და რუსეთის საიმპერიო ხელისუფლებასაც, ამიტომ არაფერი არ კეთდებოდა. საზოგადოებამ თითქოს 1914 წლიდან ჩამოიბერტყა ის ტვირთი, მოიცილა, რომელიც მას ბორკავდა უკვე 1905 წლიდან რევოლუციის დასაწყისიდან. ერთადერთი დადებითი რამ, რაც მე-20 საუკუნის დამდეგიდან 1914 წლამდე საქართველოში მოხდა, ეს იყო ბრძოლა საქართველოს ავტონომიის მოპოვებისათვის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და მეორე მოვლენა ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, რომელიც საქართველომ დაკარგა 1811-14 წლებში, როცა გაუქმდა ფაქტიურად მცხეთის საპატრიარქო და ლიხთიმერეთისა და აფხაზთა საპატრიარქო. აი ამ ორი მოვლენის ანალიზის საფუძველზე მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ქართული საზოგადოება დროებით მყოფი ამ შოკში, ოდესმე გამოიღვიძებდა, რაღაც მოხდებოდა და მზად იქნებოდა დიდი ეროვნული მოვლენების გასააზრებლად და მისი პრაქტიკული გადაჭრისათვის. ეს ძალიან დიდი თემებია. ამის შესახებ ჩვენ ვისაუბროთ შემდეგ გადაცემებში. დღეს კი ამით დავასრულოთ. ბატონებო და ქალბატონებო, დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.